იცით, ინოვატორი ადამიანის მთავარი თვისება რა არის? ხედავდა იმას, რასაც ყველა ხედავს, მაგრამ ფიქრობდა ისე, როგორც არავის უფიქრია. და კიდევ ერთი თვისება, რომელიც მას გამოარჩევდა, ის იყო, რომ მას ძალიან არ მოსწონდა ადამიანები, რომლებიც საქმეს სერიოზულად არ უდგებოდნენ. მას სურდა ყოფილიყო გარშემორტყმული სანდო, ქმედითი ადამიანებით, რომლებსაც შეეძლოთ დობის შთაგონება, ხო, მომხმარებლებისთვის. იცით, ამას წინათ უსმენდი შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ერთ-ერთ ინტერვიუს. და იქ ერთ მომენტში ბარაკ ობამა ამბობს შემდეგს: ჩემი პრეზიდენტობის დროს მე მომიწია მეთანამშრომლა ბრწყინვალე გონების ადამიანებთან, მათი ცოდნა და შემეცნების და აზროვნების უნარი განმაცვიფრებელი იყო, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ამ გენიოს ადამიანებს შორის თითქმის არც ერთი არ იყო ისეთი თვისების მქონე ადამიანი, რომელსაც დაწყებული საქმის ბოლომდე მიიყვანა შეეძლო. შეეძლო ბოლო აკორდის აღება, საქმეზე წერტილის დასმა. ეს ადამიანები თითქოს პროცესში იკარგებოდნენ. საქმის კეთების ბილიკზე მიმავლები მომხიბვლელ მოსახვებში გადაუხვევდნენ მთავარ იდეას. მათ ყველას სჭირდებოდათ ადამიანი ყალიბი, ადამიანი თამასა, რომელიც უზრუნველყოფდა ყოფდა მათ ცოდნის და მათი გამჭრიახობის მეტად ეფექტურად მიმართვას კონკრეტულ საქმეზე. ეს ადამიანი ყალიბი, ეს ადამიანი თამასა არ არის ყველაზე ჭკვიანი ადამიანი. ეს ადამიანი ყალიბი არის, რომელსაც აქვს კარგი ფოკუსირების უნარი და ის უზრუნველყოფს მის გარშემო მყოფი ნიჭის კონკრეტულ საკითხზე ერთ წერტილში ფოკუსირებას. აი ეს ადამიანი თამასა ყოველთვის საჭირო არის ხოლმე ჭკვიანი ადამიანების გარემოცვაში. და ეს მართლა მნიშვნელოვანი თვისებაა, რომ ყურადღების კონცენტრაცია მოახდინოს დიდი ხნით ერთ საკითხზე და ეს თვისება ქონდა უბადროდ განვითარებული როკფელერს, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს. ბევრს გონია, რომ შეუძლია ყურადღების კონცენტრირება, მაგრამ ეს ბევრ ადამიანს არ აქვს ეს თვისება. ეს არის მენტალური კუნთი, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა გამოიმუშაო, როგორც დამხმარე, როგორ გითხრათ, ბერკეტი, ხო?